Questo si intende di stili. სადაბიე ბიჭო კლასი. ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამენდეს. მოგუწდი ათი და მოვლა პატრონობანი. სესილია თაყაიშვილი იმ ოჯახში დაიბადა, რომელსაც თეატრთან კავშირი ნაკლებად ჰქონდა. მამა დიმიტრი თაყაიშვილი იმ დროის ყველა ინტელიგენტის მსგავსად თეატრის მოყვარული კი იყო, მაგრამ პოეზია უფრო აინტერესებდა. დიმიტრი და მარიამ თაყაიშვილების ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. მათთან ხშირად იკრიბებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები და ხელოვნებაზე საუბრობდნენ. პატარა სესილია ასეთი საუბრების დროს საღამოობით უფროსებთან ერთად ხშირად იჯდა. დილით კი დიდი სარკის წინ სკამს დაიდგამდა და ხან ერთ სტუმარს ანსახიერებდა, ხან მეორეს. ამ დროს მსახიობის თავად იყო და მაყურებელიც. მალე ბათუმში, სადაც თეატრი ჯერ კიდევ არ არსებობდა, შალვა დადიანი ჩავიდა. პროფესიული ქართული დრამატული თეატრის ჩამოსაყალიბებლად. დადიანმა ახალგაზრდა მსახიობები შეკრიბა და მათ მოგზაურთა დასი უწოდა. ამავე დასში იყო ცნობილი მსახიობი ელუ ანდრონიკაშვილი, რომელმაც მალე საბავშვო წარმოდგენის დადგმა გადაწყვიტა, სახელწოდებით ყვავილთა შორის. ერთ-ერთი ყვავილის როლზე კი დიმიტრი თაყაიშვილის 7 წლის გოგონა სესილია მიიწვია. ეს იყო მომავალში ცნობილი მსახიობის პირველი როლი, რომლის შესრულების დროსაც იგი წარმოუდგენლად ღელავდა. მოგვიანებით სესილია თაყაიშვილმა თავისი არათეატრალური ოჯახიდან დიდ და ნამდვილ თეატრალურ სამყაროში შეაბიჯა. პირველად აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში მოხვდა. სტუდიაში მისაღებ გამოცდაზე რომ მივიდა, მაშინ უკვე 16 წლის იყო. გამოცდაზე გალაქტიონის ლექსი, ჩვენ მივდიოდით ტაძარში ორნი და ერთი იგავარაკი წაიკითხა. მოგვიანებით აკაკი ფაღავა იხსენებდა, როგორ შევიდა დარბაზში ნაწნავიანი ქერა გოგონა, რომელიც არც ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა და არც ხმის ლამაზი ტემბრით. ზედმეტად მორცხვიც კი იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი თვალები ჰქონდა. სესილია ფაღავა სტუდიაში ჩაირიცხა. Podishi, თქვენ ციცინო ქვიათ, ხო? კი ბატონო, ციცინოა. გამარჯობა შენი ციცინო. ვერ გიცანი. ხმაზე გიცანი. ხმა რაცაზე ქონდა, ის გაგსახლად. კი, გიცან. რა ბადაბერებულ ხარ, ბიჭო? ხარ რა თვით მოვდივარ. გახსოვს. რაი, რა მოხდა? გახსოვს, მე როცა ბოდიში ბანონო, ბოდიში. რა ბოდიში ვარაღლის. გახსოვს. ქაღალდში გახოვრი გენჯი რომ შემოგიგდე ოთახში. სანდროს წერდი იმდენი. რა кайიყო ახალგაზრდა. რა ბესისულელე ჩავდიოდი. მოშ, ჩემი შვილი. დალაი ბაბუ. იცოცხლე. ეს ჩემი ამხანაგია. ერთად ვიზრდებოდით სოფელში. გავიზარდე სახლში, ეს იყო შემოქმედებითი ინტელიგენციის სახლი, სპეციალურად აშენდა ალბათ ამისთვის და საოცარი ხალხი ცხოვრობდა იმ სახლში. ჩვენ ერთ იმაზე ვცხოვრობდით სართულზე. ჩვენ, ესე იგი, და მოპირდაპირე მხარეს ქალბატონი ლიანა ასათიანი, ბატონი გუგული თორაძე, ლექსო თორაძე და ერთად გავიზარდეთ
ნინო თორაძე თავისთავად მე მახსოვს ის მომენტიც კი მახსოვს როდესაც ქალბატონი ინოლა გურგულია მოდიოდა ბატონ გუგულისთან და ამ სიმღერას დღე პირველ დღე უკანასკნელიდან აკეთებდნენ ერთად აი ეს მახსოვს და კედელი ყოფდა ჩვენს ქვევით ცხოვრობდა პროფესორ ჩვენ ცხოვრობდით მათზე ჩვენს ქვევით არ შეიძლება ქალბატონი სესილია თაღაიშვილი ვინმეს ქვევით რომ იყოს მაგრამ პირველ სართულზე ცხოვრობდა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი ეროსი მანჯგალაძე მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი. საოცარი სახლი იყო, საოცარი და ეს ბავშვებიც ერთად ვიზდებოდით, ესე იგი ჩვენ ამ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების და ტელევიზორი იყო ერთი ეზოში. და ეს ჰქონდა ქალბატონ სესილიას საწყალი, რა დღეში იყო. იმიტომ რომ მთელი ეზოს ბავშვები იქ მივდიოთ, ეხლა მაუწყებლობა იყო რამოდენიმე საათი. თქვენ რა იცით, მაგრამ მე ხო ვიცი. ეს იყო რაღაცა მგონი 6-დან 8-მდე თუ 10-მდე თუ რაღაცა და აი ეს პერიოდი მთელი ეზო ვიყავით ქალბატონ სესილიასთან. თავიდან საწყალ თავბეც იწყებული და პატარა ამხელა ეს ეკრანიანი რეკორდი იყო. მერე გაუკეთეს რაღაც გამადიდებელი შუშა წინ, მაგრამ მერე თანდათან ყველამ შეიძინა ტელევიზორი და ამდენად ეს აღარ იყო ქალბატონ სესილიას კისერზე. პირველი სერიოზული წარმოდგენა, რომელშიც სესილია მაყურებელმა იხილა, იყო პანტომიმა მზეთამზე, რომელიც კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა დადგეს. სპექტაკლის მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო. 1926 წელს განხორციელებულ დადგმაში სესილია არაბეთის მეფის ასულ ფატმანს თამაშობდა. მარჯანიშვილთან მუშაობა მსახიობისთვის უდიდესი მოვლენა იყო. მოგვიანებით იმასაც კი ამბობდა, რომ რეჟისორისგან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ისწავლა. აკაკი ფაღავას სტუდიის დასრულების შემდეგ სესილია თაყაიშვილი რუსთაველის თეატრის დასში ჩაირიცხა. სწორედ მაშინ ჩაუდგა თეატრ სათავეში სანდრო ახმეტელი, კაცრი, პრინციპული და მომთხოვნი რეჟისორი, რომელთან ერთადაც რუსთაველის თეატრში სესილიამ 6 წელი იმუშავა. ქალბატონი სესილია იყო ქართული კინოს, ქართული თეატრის უდიდესი წარმომადგენელი. ეს არ იყო ისეთი, რომ ვთქვათ, კარგი მსახიობი ძალიან დასაფასებელია. მაგრამ ქალბატონი სესილია და ქალბატონი ვერიკო ეს ორი ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არის ჩვენი ერის საამაყოშვილები. ეს ის ჭერია თითქოს, ეს ის ნორმაა თითქოს, რომელიც მათმა შექმნეს. მე მათ ვერ დავაშორებ ერთმანეთს. უნდა მოახმარო. რა გაუჭირდა გერასიმეს იმის პასი შენ არ გაკეთებინო დედანჯღრეული მანქანა. უჯობესია ციცინოსათვის მიგეხეთ. სულ თავგზაუბნია იმ წეულმა ვაჟა. მე რაშვაში ვარ დეიდავასა. დედა რაშვაში ვარ. მთელი ეზო ლაპარაკობს, რომ ციცინოს უყვარს. შენ დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდი. შენ ვითომ ბაიბურში არ ხარ, ხო? რა მოახმარო მანქანა. დედა მიშველე. სანდრო ახმეტელის შემდეგ სესილიამ კოტე მარჯანიშვილთან გადაინაცვლა. რეჟისორი რეპეტიციაზე მშვიდ მდგომარეობაში არასოდეს უნახავს. ყოველთვის აოცებდა მარჯანიშვილის სარეპეტიციო მუშაობის მანერა. მალე რეჟისორმა სპექტაკლ ფოლადის პოემაში ანკას როლზე დააკავა. ამის გამო უზომოდ ბედნიერი იყო, ამიტომაც არასოდეს გაუცდენია რეპეტიცია და არც დაუგვიანია. მარჯანიშვილი მკაცრი იყო. ჯერ სთხოვდა, მერე მოითხოვდა, ბოლოს კი ყვიროდა. ერთხელ უნიჭოს ძახილითაც კი გააგდო რეპეტიციიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად მსახიობმა ანკას სახე მაინც შექმნა, თანაც ისე რომ მის შესახებ თითქმის ყველა გაზეთი წერდა. სესილია კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე აღმოჩნდა, რომლისაც მსახიობს ყველაზე მეტად სჯეროდა. ბები, ერთი მანეთი მომეცი რა. მიდი ხარ? ხო, მალე მოვა. აიღე. აი შენი სანაკებო მშობლების სტერილები. ერთი გაგმიდან გწერს, მეორე გამოგმიდან. სესილია იყო სრულიად საოცარი ადამიანი.
არც კი შემიძლია გითხრათ რა აი რომ დაჯდებოდა იცით კადრში რომ შევიდოდა და ყველაფერი თავდებოდა მე გარში იქამდე იყო ეჭვიანი სულ რაღაცებზე ფიქრობდა რაღაც ისე შინოდა სულ რაღაც ისინი ქონდა ცრურწმენები აი ეს რომ გავაკეთო რაღაცა მოხდება ძალიან ისეთი იყო იცით ესეთი ტემპერამენტის და აი ეჭვებით შეპყრობილი აი შევიდოდა კადრში და საერთოდ ეს ყველაფერი ქრებოდა და იყო აი შემიძლია გითხრათ რომ დიადი იცით ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ ცოტა უხერხული ამაზე ლაბარაკი მაგრამ შეგვირდნენ რომ ადგილსაც კარგს გიშოვითო ადგილს ზურა როგორ არის ეს სცენარი მაშინ დოდო აბაშიძის და სესილია თაყაიშვილის, როდესაც სესილიას შვილიშვილი ლექსო მოკვდა, როცა აყვავდა ნუში. და როდესაც აი ძის ეს ორი ადამიანი და ეს დოდო აბაშიძე მოვიდა კიდევ იმისთვის, რომ რაღაც სარგებელი ნახოს და რაღაც მოიპოვოს და აი სესილიას დამოკიდებულება მამისადმი და როდესაც მიხვდა რა უნდა მისგან ეს დოდო აბაშიძის გმირს აი ისეთი აი მას ასეთი ციტუსება ესეთი აი ესეთი რაღაცა აღმოხდეს რაღაც ესეთი ჟესტი გააკეთა სრულიად მოულოდნელი და ესე გაჩერდა და ხა წადი მე არ ვიტყვი რომ ლექსო მანქანის ტარება არის მაგრამ ამაში ისეთი რაღაც იყო რომ აი ვინც იდგა იქ გადაღების მოედანზე ყველას ცრემლები წასდა იცით ეს ყველაფერი მისი გაკეთებული იყო არა წინასწარ იმპროვიზაციის საოცარი უნარი ქონდა არა ხალბატონო ვარო განაჩენი თქვენ თვითონ უნდა გამოუტანოთ თქვენ თვითონ როგორც იტყვით არა ჩემო ბატონო ეგრე უნდა იყოს რა უნდა თქვენ ზურას ციხელის ხალბატონო ეგრე კი არ გათავდება რა ვქნათ გავაგზავნოთ ციხეში გავაგზავნოთ არ მესმის თქვენ როგორც იტყვით ხალბატონო არა ისე მოიქცევით მხოლოდ სხვანაირად არა რა გინდათ პირდაპირ მითხარით რა ვიცი აი თუ ბიჭები იტყვიან რომ ლექსო საჭესთან იჯდაო და თქვენს მაგრამ ლექსომ ხომ არ იცოდა მანქანის ტარება ბიჭებმა თქვენს ვიტყვითო და სურათს ასე ამბობს შენც თუ რამე გაქვს სათქმელი კიდე რა ვქნა ხალბატონო ვარო რა წყალს მივცე თავი აღარ ვიცით რა ვქნა ჩემ ბიჭს ასჯელს რაღაც თენდი თანაც სიძრუე ასეთ დროს ძიმედ ვირთი გინდა ახკიდო ცოდვა ბიჭი მაბადეთ ხალბატონო ვარო ზადი ნიკო მე არ ვიტყვი რომ ლექსო მანქანის ტარება არ იცოდა
ამბობენ, რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ჰქონდა უფრო მნიშვნელოვანი რამ. ნამდვილი მსახიობური გარეგნობა, რის მეშვეობითაც ქმნიდა კიდეც თავის გმირებს. ამავე გმირების ამსახველი ფოტოსურათები თითქმის არ არსებობს, რადგან სესილიას არც სურათების გადაღება უყვარდა და არც გადაღებულის გაფრთხილება. დღემდე არ არსებობს არც მისი სცენიური როლების ჩანაწერები. საკუთარ გარეგნობაზე დიდად არასოდეს უზრუნია. პოპულარობის დროსაც კი ჩაცმულობით ძველი სკოლის მასწავლებელს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე ცნობილ მსახიობს. ქალბატონი სესილიაზე უნდა გითხრათ, რომ ყოველთვის იყო ლაპარაკი და თეატრიდან გვესმოდა, იმიტომ რომ კინოში მე ვფიქრობ, რომ როდესაც დავპატიჟეთ გადაღებაზე ჩვენ ეზოზე, ქალბატონი სესილია სადღაც იყო გადაღებული, მაგრამ არც თუ ისე ბევრგან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეატრიდან მოდიოდა ხმა, რომ აუ სესილიასთან მუშაობა ძალიან ძნელია, ანაოჩენ კაპრიზნა რაღაც. უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამისა, ვიფიქრე, რაც არ უნდა იყოს, აი ეს ქალი, რომელიც თქვენ ეკრანზე ნახეთ, ჩვენ ეზოში რომ თამაშობს, აი ისეც რომელიც მთელი ეზო ხელში უჭირავს, ყველას ამბავი ვიცის, ვინ როდის თხოვდება, ვინ ვის გაეყარა, ვისაც სწავლობს, ვის უყვარს, მთელი ჭორს, ფლობს მთელი ამ სამყაროსი. ვიფიქრე, რომ ალბათ სესილიასავით ამას ვერავინ ვერ გააკეთებს მეთქი. შეხედე დადო, შეხედე. მე მაგათთვის კარგი მინდა რომ უჭკობი თავი არ წააგოთ. ესენი კი თვი ჭორიკანას მეძახიან. ეშმაკმა წაიღოს თქვენი თავჯატარი. დიგუბეთ იგი. სტუდენტმა დაპატიჟა სადიპლომო სპექტაკლზე ქალბატონი სესილია. ხო და დამირეკა და მთხოვა, რომ ხო არ წამოხვალვა ესეო მარტო არ მინდა წასვლაო და სტუდენტმა დიდი სიამოვნებით ქალბატონი სესილია მოკლედ წავედით და ცოტა გაიწელა ეს სპექტაკლი. აღარ თავდება და იცით თქვენ ალბათ და ხა მაყურებელმაც იცის, რომ დიაბეტი ქონდა ქალბატონ სესილიას და ესეც გადაუცდა ეს ისა რა ქვია, ჭამის ისა რაღაცა და მოკლედ გაიწელა და წამოე თათხება, მოკლედ იმაშება, რა არის ეს და ამ სიგძია და წამოვედით და მე ესე იგი ისე აირია, რომ საწამომიყვანეო და თვითონ წამიყვანა ამ დროს და საწამ და ესე თეატრალური ინსტიტუტის იქიდან ჩამოვდივარ ჯიჭვა, აი მე გაჩერებული ვარ სიტყვას როგორ ვეტყვი ქალბატონ სესილიას, მოკლედ კინაღა მცება. როგორც იქნა, მაშინ მანქანა არ მყავდა, როგორც იქნა გავაჩერე ტაქსი, სიტყვას არ ვეუბნები არაფერს. ჩავჯექით, მივიყვანე სახში, მოვედი. ღამის პირველი საათია 2-ია დაწყებული ღამე და მირეკავს. გოგო. როგორ გაგლანძღე ხა შენ და გეჩხუბე და ბოდიშ ვიხდი, შენ რა შუაში იყავი? აი იმდენად გენიოსი იყო და იმდენად გენიალური ადამიანი იყო, რომ აი ლაწირა გოგოს დამირეკა და მომიხადა ბოდიში, რომ მიხვდა, რომ მე არ შუაში არ ვიყავი და ეს მისი ის იყო ემოცია და გაბრაზება. Raime, გამოგიმიტა და ეს საში. რა დაგემართ, ქალბატონო საში. Toki. სარეცხი სოკი მინდა. სულ ხომ არა? რაღაცა გული ამიფრიალდა. ალბათ მანქანაში ცუდად გახდით, არა? რასიზამ წლებს თავისი მიახს. საწყალი გურამის ბებიაც ასე უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მე რა ტყილი ქალი იყო, რა მეზობლობა ჰქონდა. მახსოვს. ჩემ ხელში დალია სული უმუბედურმა. შენ მაშინ ცირა ამ ოჯახში არც კი იყავი შემოსული. გურამის საბჭოთა არმიის რიგებში იყო. მე ვიყავი ერთადერთი ჭირისუფალი. დალი. გადამიარა. ტიკ. დიდი უსამართლობა აბნელ ოთახში რომ იგუჭებთ თვალე. რასიზამ, სექსუალოდები. ეს როდის იქნება ჩემო ცირა? მანე ყველაფერი მოგვარდა. მოდით ასე რომ ვქნათ. გვერდითი ოთახი რომ დაგითმოთ. 1959 წელს სესილია თაყაიშვილმა ითამაშა როლი, რომელიც მის შემოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ეს იყო ჯულიეტას ძიძა შექსპირის რომეო და ჯულიეტაში. მოგვიანებით მსახიობი ამბობდა: თეატრში 40 წლიანი მუშაობის განმავლობაში შექსპირის 3 გმირს შევხვდი. კატარინას ჭირვეულის მორჯულებაში,
ძიძას რომეო და ჯულიეტაში და იორკის მთავრის მეუღლეს რიჩარდ მესამეში. შექსპირთან შეხვედრა უმაღლესი სკოლა ამ მსახიობისთვის. ეს ავტორი გაძლევს საუკეთესო საშუალებას გამოავლინოს საკუთარი თავი, თანაც ითხოვს შენგან მაქსიმუმს, დამაჯერებლობასა და სიმართლეს, რაც ყველაზე რთულია ხელოვნებაში. შექსპირის შემდეგ სესილიასთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შილერის გმირთან შეხვედრაც. მარიამ სტიუარტში შესრულებული ელისაბედის როლი ყველამ აღიარა. მას იმდენად დიდი მარაგი ჰქონდა ამ მსახიობური გამოცდილებისა, ნიჭიერებისა და იყო რაც ყველაზე კარგია ჩემთვის ის იყო იმპროვიზატორი მსახიობი. ერთხელ ვკითხე კიდეც რომ ქალბატონო სესილია როგორ ახერხებთ მეთქი ასე ამდენ ასე ნაყოფერი და სულ მაინც ცდილობთ მეთქი რომ განსხვავდებოდეს თქვენი ერთი ბებია მეორისგან ან ერთი როლი მესამისგან რაღაცა და მან მითხრა მოშორდი აქედანო რაღაც არ მოეწონა ჩემი კითხვა იმიტომ რომ მე რა ვიცი როგორ ფიქრობ რომ წავიკითხავ თუ მომეწონა მე რაღაცა იბადება ისეთი რომელიც მიბიძგებს რომ ესე კარგად ვითამაშო ასე რომ მაინც და მაინც იცით რა აი რა მხიბლავდა მე მაშინ რომ ის თვითონ თავის თავს რაღაცნაირად არ აღიარებდა და თავის თავს ძეგლს არ უდგავდა ის ცხოვრობდა იმ მომენტი და იმ სამუშაოთი რითაც ანთებული იყო და აი იხარჯებოდა უშურველად გზივა ესე ხელები მაგასე დაჭერილი და მოდის ჩემი მუსიკალური ფრაზა და უნდა დავიწყო ტექსტი. გადამიკეტა ყველაფერი და არ მახსოვს პირველი ფრაზა. რას ვამბობ? ცხოვრების სიბრძნე მიუწვდო მითილისმარი. ეს ამ დროს აი ერთი სეკუნდი იყო ასეთი. რომ წამოხტარიყავი და გავსულიყავი სცენიდან, სცენაზე ფეხს ვეღარ დავადგავდი ვერასოდეს. შიშისაგან. და უცბად მესმის ხმა. ვენაცვალე იმ ქალის ხმას მე. ცხოვრების სიბრძნე მიუწვდო მითილისმარი. ცხოვრების სიბრძნე მიუწვდო მითილისმარი. და თურმე აქ კულისებში ზის სესილია თაყაიშვილი და მკარნახობს ტექსტს. გათავდა სპექტაკლი და სანამ გათავდებოდა პირველი აქტი გათავდა, გამოვედი და თქვენ რა იცოდით მეთქი რომ მე ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში. და სესილია საერთოდ იცოდა ჩვენ მოქმართავდა ხოლმე ახლა შედურაკო მე არტისტი ვარ, არტისტი. ესე იგი, მან ყველაფერი იცოდა, რაც შეიძლება მოსლო და ახალგაზრდა მსახიობი და დამიდგა გვერდზე. თეატრიდან ადრე წავიდა. მისი მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზის ამოხსნა მაშინ ბევრმა ვერ შეძლო. ხშირად ამბობდა, რა გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხის ასეთი სიყვარული დავიმსახურე და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს სიყვარული ბოლომდე შევინარჩუნო. სიყვარულისთვის კი მიზეზები თეატრშიც ბევრი ჰქონდა და კინოშიც. სხვადასხვა რეჟისორის ფილმებში სესილიას მიერ შესრულებული როლების შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. რეჟისორები იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის სესილია თაყაიშვილის გადაღება, მსახიობები კი იმაზე, რამდენად საინტერესო და შთამბეჭდავი იყო მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა. ბატონ საშას უბედურება შეეძლო. მოკლე? რა იყო? როგორ იყო? რა მოვიდა მაგ საწოდავს? ინფარქტი დაემართა. ეგ რა უბედური შემთხვევა. სესილია დიდი არტისტი იყო, დიდი მსახიობი. ეს კარგი მსახიობი არ ყოფილა, ის იყო ძალიან დიდი მსახიობი. და მართლაც აი ამაში არ შევცდავა. გასაოცარია ეს ამოდენა მსახიობი, როდესაც თავიდანვე რომ მოვიდა, თქვა რომ მე ვთხარი როგორ ფიქრობ თქვენ, როგორ ჩაგაცვათ. მითხრა როგორც ესკიშია, როგორც თქვენ გნებავთ, გამიკვირდა მე რა თქმა უნდა ეს ამბავი როგორც ესკიშია. მართლაც ჩავაცვით, როგორია? თქვენ მოგწონთ, მე მეკითხავ, თქვენ მე მომწონს, იყოს ასე. საოცარი აქაც დიალოგები იმართებოდა ხოლმე. ქალბატონ სესილია, აბა
თქვენ გააკეთეთ დაუშვათ ბაქიდან 1-5 ნაბიჯი, შემდეგ გაიხედეთ მარჯვნივ. ნუ შინაარსაც ხსნიდით, რეპეტიციები გქონდათ, მაგრამ მერე უკვე საბოლოო ჯამში ამენაზია ლაპარაკი, იმიტომ რომ კონკრეტულია კადრი ძალიან. თავისი მოცულობით სადადგეს, როგორ მოვიდეს. კი ბატონო, აქა, კი ბატონო, აქ მოვიდე, კი ბატონო, აქ გავიხედო, კი ბატონო. გასაოცარი მე მკითხე მე ხალბატონ სესილიას თქვა მე თქვენი არაფერი არ მესმის თქვა კინოსი. ამოდენ ადამიანი ლაპარაკობს მე თქვენი კინოსი არაფერი არ მესმის. რასაც მეტყვით მე იმას გავაკეთე. რა თქმა უნდა ძალიან კარგად ესმოდა ყველაფერი, კოლოსალურად ესმოდა ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ეტყობა რომ მქონდა ერთი ძალიან დიდი თვისება, რაც მე მიმაჩნია რომ მსახიობის ყველაზე დიდი თვისება უნდა იყოს და ნიჭიერებასაც კი მე ასე გამსაზღვრავდი მსახიობის. ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი ერთობლივ მუშაობით, ხშირად ასეთი ფრაზაც თქვია რომ ჩვენ კიდე როდის შევხვდებით რეზო, თუმცა ამას ისე სერიოზული ერს არ აძლევდა, მაგრამ იგრძნობოდა რომ ესე იგი მისთვის ის თვლიდა რომ ეს სახე მან შექმნა. ძალიან თვითკრიტიკული იყო საერთოდ, ისე მეშინოდა მისი რაღაცას რომ იმას ვიზარდო, სულ შევხედავდი ხოლმე, იმიტომ რომ სულ უკმაყოფილო სახე ქონდა, საერთოდ თავის რაღაცებზე და ახლა სხვებზე ხო იცით როგორ არის და მე ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. ძალიან დავმეგობრდით, მეგობრობდით, ოჯახებით მივდიოდით, მოვდიოდით, მასთან ძალიან შემიყვარდა, ნუ მასაც ძალიან შეუყვარდით. ნამდვილად ასწინია. ახლა ამის დამწერს ჭკუა აქ თავში. ურამდენ თავს შეჭამს. ბოლოს და ბოლოს ჩვენი მანანა ზოოპარკში ხომ არ იმსახურა. მაგით ქვიშა? კიდევ კარგი რომ მანანასაც ღმერთს ნიჭი არ დაუშურები. ბებიკა, ბაბუკა. ყურადღება. მოისმინეთ ახალი ამბავი. ხვალ დღის 4 საათზე ჩვენს კლუბში წარმოდგენილი იქნება ხუთსურათიანი ტრაგედია პარტიზანები. სროლი. თავარ როლს ასრულებს მანანა. ესე იგი სპექტაკლს ეწევა ჩვენი შეფი ადმირალი. იბარა ჩემო მსახიობო, რა ქვაქამდე არ მითხარი. დამაიწყდა. დღეს გაყიდების შემდეგ გავაცხადე და დავაწყდა. ბებიკა. მე ძალიან მქონდა ეს რიდი, მაგრამ თვითონ ისეთი იყო, რომ ამას გავიწყებდა, იცით, ძალიან უბრალო. აბსოლუტურად უბრალო, თან ისე მოყვებოდა, ვითომ მე ვიყავი ერთი ძალიან გამოცდილი რეჟისორი და ის კიდე ახალგაზრდა მსახიობი, ნამდვილად ასე იქცეოდა, იცით, ეს არაჩვეულებრივი ეს არის თვისება და ძალიან იშვიათიც შემიძლია გითხრათ. მისი პიროვნება, როგორც ადამიანი, რომელსაც შევხვდი მე ძალიან პატარა ასაკში, 11 წლის ასაკში, ჩემთვის ძალიან რთული იყო, იცით, ასეთ ვარსკვლავებთან. ძალიან ბედნიერი კი ვიყავი, მაგრამ ძალიან ძნელი იყო და მათ შორის ქალბატონი სესილია და ჩემთვის იმხელა ბედნიერება იყო, იცით, ძალიან ვღელავდი აი პირველი შეხვედრა ჩვენი, როდესაც ჯერ სინჯები ქონდა, იცით, მაშინ ასე იყო ხოლმე, ეხლა არ არის ასე როა რეჟისორს უნდიხარ, აქ იყო სინჯები და საბჭო და მთელი ამბავი იყო მაშინ. აი პირველ სინჯზე რომ მივედი, იცით, სულ კანკალებდი, რომ ესე იგი აქეთ ქალბატონი სესილია დგას და იქით ალექსანდრე ჟორჟოლიანი. ეხლა ჩემთვის წარმოიდგინეთ ეს რა არის. ისე შემოვიდა ეს ქალი, აი როგორც პატარა ბავშვი, იცით, ჩემი თანატოლი მეგონა. ჩემთან დიალოგში, ჩემთან აი რაღაცა მისი იუმორით, რაღაცა ხუმრობით, ჯერ დაიწყო ხუმრობა, ესე იგი მან თავისუფლებს, გაიგეთ ამ გადაღების მოედანზე და ნუ რაღაცა ისე შემოვიდა, როგორც და უცბად აი 2 წამში სულ დამავიწყდა, რომ ის ამხელა ქალია, ამხელა მსახიობია. მგონია ჩემი თანატოლი ვიღაცა და მეც ასე გამიადვილა და ასე დავიწყეთ ჩვენ პირველი ასე ვთქვათ მეგობრობა. ბილი, კარგი დამოკიდებულება, არაჩვეულებრივი პროფესიონალი. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ძალიან. აი გადაღების დროს ისეთ კარგ რაღაცებს მეუბნებოდა და ამიტომაც შედგა ეს ფილმი და ყველასთვის საყვარელი გახდა. ხომ არ უტირია? იცოცხლე იტირა. ისე მე და მამა შენმა მაგრად ავტუქსეთ. დავსაჯელე ახლა მეწოდება. წელი დღე სახში იჯდა. მაგრამ არა უშავს, სკოლას ისწავლის. სწორია, ბავშვ, მაგრად უნდა მოვიდოთ ხელი. იქა მომიტა ერთი. მართლა მამა სად არის? მამა? ხო. გონი ვიღაც ისპანაში იცია.
ეს რა არის დედი? ისე უკან მოიტანე. რა მოიტანე? რადიო მივღები. ამ ხალხი გეობა იყო და მინდოდა ეს რადიო მივღები მისთვის მეჩუქებია. მე გზაზე გამახსენდა რომ ეს ხო მინოს საჩუქარია და უკან ამოვიღე. სულ მეუბნებოდა ამას, რომ აი როგორიათ რომ აი მსახიობობა გეიქეცი წეიქეცი. ასე იტყოდა ხოლმე, რომ ამბობენ რომ გეიქეცი ასე არ არისო. ამას უნდა ძალიან დიდი შრომა, შრომის მოყარე უნდა იყო და ეს ძალიან ჩამიდო ეს თავში. თითქმის 6 თვე გავატარეთ ერთად, იმიტომ სულ სავსე იყო, სულ ყველა კადრში ვიყავით ერთად რაღაცა და ნუ ხო გეუბნებოდა ამ 6 თვის მანძილზე სულ მიხაროდა რომ მივდიოდი და უნდა შეხვედროდი ამ უნიჭერეს და ჩემთვის ულამაზეს ქალბატონს მართალია ეს ასაკოვანი და ის იყო, მაგრამ მე მსგავსი მასავეთ აი ცინცხალი ტვინის პატრონი, აზროვნების პატრონი იშვიათად შემოყვედრია მე რეჭებს საქმეში. და არცაც სხვათა შორის, იმიტომ ამ ხნის ქალი ერკვეოდა აბსოლუტურად ყველაფერში. მას ჰქონდა წამოღებული ექსპედიციაში პატარა რადიო, რომელსაც უსმენდა ღამე, მაშინ აი გადაცემები იყო ესეთი თავისუფლების ხმა, ამერიკის ხმა, რაღაცები და რაც ხდებოდა სამყაროში, აი ყველაფერი იცოდა, აი რაზედაც არ უნდა და ეს რა თქმა უნდა ატმოსფეროსაც ქმნიდა მეგობრულს და რაღაცა მე როდესაც პირველი ნაწილი ასე კარგად ავაგორეთ და წავიდა ფილმი და უკვე მიდის თავის მაშინ მე რა თქმა უნდა იწყებოდა მეგობრობა ჩვენი იწყებოდა დაახლოება მასთან ცოტა გაუთამამდი კიდეც ვეხუმრებოდი მე თვალწინ მიდგას ქალბატონი სესილია როგორი მოვიდოდა, როგორ ჩაიცვამდა, როგორ აგაფრთოვანებდა, როგორ რაღაცნაირად იმსანა ეპიტეტებს იტყოდა, რომ ეტყობოდა, ამას ლაპარაკობდა, რომ შენც ისეთი ვერწმენა ქონოდეს, რომ ფილმი გამოასანაკებო, როგორც მას ქონდა. ქალბატონის სესილიას რო უყურებდი, მივხვდი, რომ მართლა ძალიან ძნელია მსახიობობა და ძალიან ბევრს შრომობდა, არაფერი არ მოწონდა თავის რაღაცა და ნუ ეს ყველაფერი კიდე საერთოდ ამ გადაღების პროცესში და მოკლედ გადავიფიქრე მსახიობობა რასაკვირველია, აღარ მინდოდა და არ ვაპირებდი. გავიდა წლები რაღაცა და ნუ უკვე ვამთავრებ სკოლას. და ვაბარებ, ნუ ჩვენებს ახლა მაშინ მოდაში იყო სამედიცინოზე უნდათ, მე რაღაცა ბავშვები მიყვარს ძალიან მასწავლებელი უნდა გამოვიდე მეთქი და მოკლედ არა ვარ ჩამოყალიბებული და ქალბატონმა სესილიამ მკითხა რა შვები, ნუ ვამთავრებ წელს იცოდა რომ რა შვებიო სადაბარებო რა გადაწყვიტეო და მე ვთხარი ქალბატონ სესილია, ვიცი ხო იცით ბავშვები მიყვარს ძალიან მეთქი და მინდა რომ პედაგოგიურზე ჩავაბარო. ესე შემომხედა. Ни в коем случае, ასე მითხრა რუსულად. აი დღესაც კურსში მაქვს მისი სიტყვები. შენ უნდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარო და როგორი წამოვედი სახლში, იცით, ეტყობა შიგნით რაღაცა მქონდა, მაინც ეს მინდოდა, მაგრამ ვერ ვისკავდი და ნუ ქალბატონის სესილიას სიტყვები ახლა ჩემთვის რა იყო და გავგიჟდი ისე გამეხარდა, წამოვედი სიძულვე, დედა მეუთხარი თეატრალური რა იყო, რა მოგივიდაო. რაშია საქმე, რატო გადაიფიქრე? მე ვთხარ ესე ქალბატონმა სესილიამ მითხრა, რომ შენ თეატრალურზე უნდა ჩააბარო და აი ასე ჩავაბარე მე ქალბატონის სესილიას სიტყვებით. ბარნოვის ქუჩაზე აქეთ ცხოვრობს ჩემი უახლოესი მეგობარი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი. და მასთან ვიყავ სახლში და მანქანით მოვდივარ და რომ ჩაუვარე ქალბატონ სესილიას ფანჯრებს, ის პირველ სართულზე ცხოვრობდა და ორივე ფანჯარაში შუქი იყო განათებული და რაღაც აი არ მესიამუნა, მე თქვი რამე ხო არ მოხდა. ხო წარმოგიდგენთ რას ვიფიქრებდი ახლა და გავაჩერე მანქანა და გადმოვედი და ფრთხილად მოვდივარ, რომ ისა მივაყუროთ ზაფხულია. და გავიხედე და ფანჯერაში ამ გისოსებს უკან სიგარეტს აბოლებს. გამარჯობა. ბებო მე ვთქარ. რომელი ხარ მითხრა. მე ვთქარ დათო ვარ. საიდან მოეთრევი? ეონა. იმ სახლში ცხოვრობდა ქალბატონ სესილიას სახლში ცხოვრობდა ეროსი მანჯგალაძე. მეოთხე სართულზე, ოღონდ სხვა სადარბაზოში. ხო და
მეუთხარი არა ნუგზართან ვიყავი ბაგრატონთან და იქ რა იყო მეთქი და ხო კაი მაშინ არაფერი კაცო მე მეგონა იმასთან იყავიო ვისთან მეთქან ეროსისთან ხო არ ყოფილხარ შენ არა მეთქი არ ყოფილვარ მეთქი ხამე არის უკვე პირველი 2 საათია ხამის ხო და რა იყო ახლა მე ჩავაცივდი რა რაღაცა და რა იყო და 5 საათზე შეიკრიბენ ეროსიო რა მასში ყვაცეო ვიღაცები ჩამოთვალნენ ხო და კაიფობენო 5 საათზე მე რა მოხდა მე უთხარ ახლა რა არის ეხლა და ამერიკას 9 საათის წინ ამოდიო ჩვენთან რა დროს ახსნაო აი ესეთი რაღაცა თქვა მობრძანდით საჭმელიო მე მგონი და ხელპირი დაიბანეთო ამბობს ჩავიცნობ ვიცოლა და მერე მობზანდით ვინ იყო და რა იყო ეს ქალი მოსაჩემო რა სიტყვა შენ ვინ იყო და დედავერს მოგიყენებ და გემსახურებათო სეთურმა რო გითხრათ უხელი ალბათ ის დედავერია მეტი ვინ იქნება რაღაც უცნაურ ადგილში მომიყვანე მგონია მოსაძმაო ნაყოფი ვარ მე აგითხარი საჭმელი არ მოგვაგდება სასმელი და მხართეზოზე წამოწელა მეტი რაღა გინდა შენ უხელი სეთურთან კაი მაგარი თვალი იყავი შენ და არ გახსოვს იქნება ამ ჩვენს მასპინძელს მანავდეს და გუშინაც აბელს ეძახდი აბელია მართლა თუ სხვა ქვია რა აბელია შეკაცო გამოთაყვანებული კი არა ვარ მე აბელი თუ რატომ შემოგაპარა ორჯერ არქიპო ქვიაო კი მახსოვს მაგრამ აბელი და არქიპო ერთი ჭირია თქვა ვიფიქრე მე რომელი გენერლები ჩვენა ვართ ან რომელი ფელბებელი მაგ დედაბერი მყავს ასე სალდათივით რომ მოგვესალმა აგი თუ გარებზე არ იყოს ახლა მოყურადებული კისერი მომჭერი მობრძანდი ქალბატონო გასწორდი წელში და შემოდი ოთახში სვის ოთახში ჭურიტინი სადაური წესია ვიცოლა სადაური წესია და აკაური წესია უყური ამ ბებერკუდიას რა ვაგამართულა თქვა ყველაფერი რისთვის არა შემოღებული და ვის შემოღებულია მაგწესი აქ ორი ყაზახი ხართ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი რას ფიქრობთ რას აკეთებთ აბარავა მარჩენალ და ყველაფერი უნდა იცოდეთ ასია ეს თუ უკაცრავად არა ვარ თქვენი მარჩენალი ვინ ოხერია ვაიშენს პატრონ ვისა ოხერს რომ უძახი შენ მართლაც ოხერ და პიანო შენ უთიზგლახა არქიპოს სედური არის ჩვენი მარჩენალი მამა დედა და ღმერთი აბა გამოგებია ვიცოლა აბელი ქვია სეთურს თუ არქიპო უსინ აბელი ერქვა ახლა არქიპო ქვია ასია საჭირო და მიტო არ მახსოვს აუდიტორია იქნებოდა სპეციალისტებიდან სავსე აუდიტორია რომელიმე სხვადასხვა ქალაქში უცხოეთში თუ ჩვენთან აგრეთვე საერთოდ ჩვეულებრივ მაყურებელთან რომ სესილიას ყოველი გამოჩენა ეკრანზე არა მარტო ჩემ ფილმში საერთოდ აი თუნდაც 100,000 როლი წარმოვიდგინოთ გიგალორდ კიფაინძის და გიზო კავისკირიას მიერ დადგმულ დათათუთაჩხიაში რომელიც რა თქმა უნდა ბრწყინვალედ ამოწერა ბატონმა ჭაბუა ამირაჯიბმა ჩვენი დროის დიდმა მწერალმა მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ყოველი ჟესტი როგორ აცვია როგორ ამას როგორ აკეთებს ეს არის სახე განზოგადოებული დიდი სახეა შემოდი ახლა კიპასავით რომ აგვიხარ მაგარებს ამითვალე და ჩამომიანგარიშე ხო ნათქვამ დადი ახლა ჩაჯექი ნაუბახში დადი
ცეცხლის დამთება არ გაბედო. თვარა 3 დღეს არ გაკვარებ და დაგიმატებ კიდევ. წავალ ნაობახში ჩავძები. მაგრამ შენთვის არ მიგდია ყური. ამ კაცებისკენ ვიყავი მიყურადებული. რა ამათ ნათქვამს მე შენზე ნაკლებად გავიგონებდი თუ? კი გეიგონებდი მამა და მარჩენალო. გეიგონებდი, აბა არ გეიგონებდი. მაგრამ ორი ადამიანი რო გეიგონებს და მიხვდება ყველაფერს. ერთი კაცი გეიგონებს და მიხვდება ისე. დაიაბა. ნუ წახვალ ნაობახში, იპატიებია. რაც უფრო იზრდებოდა მისი როლების რაოდენობა, მით უფრო თვითკრიტიკული ხდებოდა საკუთარი თავის მიმართ. ჰქონდათ სრურწმენებიც, რომლებიც სცენასა თუ გადასაღებ მოედანზე გასვლისთანავე სადღაც ქრებოდა. ჭკუას არასოდეს არავის ასწავლიდა, არც მასზე უფროს და არც უმცროს. ძალიან არ უყვარდა საჯარო გამოსვლებიც. ტენორებს ახლა სამთლით ეძებ. სამთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილებ. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ყელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქვს, მაგრამ მი გამოდგება. გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. ქალბატონ სესილიას საერთოდ არაფერი არ მოწონდა. ისეთი თვითკრიტიკული იყო. მაგრამ ნუ ეხლა შეიძლებოდა რამე გაგჭირებოდა მასთან და ასეთ ვარსკვლავებთან ქალბატონი სესილია, ბატონი სანდრო ჟორჟოლიანი, ქალბატონი მედია ჩახავა, ხვიჩია იპოლიტე და ბატონი იპოლიტეს წიგნი მაგ ახლა გამოვიდა. აი ვარსკვლავებთან შეიძლებოდა რამე გაგჭირებოდა. არა, არ ყოფილა ესეთი, იმიტომ რომ ისეთ გენიოსებთან ვიყავი მოხვედრილი და განსაკუთრებით ქალბატონ სესილიასთან. ყველა უყვარდა, არასდროს არ მომისმენია, რომ აი ან თავის სტოლზე, ან უმცროზე, ან უფროზე რამახაც კრიტიკული ეთქვას და რაღაც ან დაეწუნებინოს ნებისმიერ შრომას პატივს სცემდა, აი მისი ნალაპარაკებიდან რომ აი რო გეუბნებით კიდევ რომ იცოდა აი გადასარევი აზროვნება ჰქონდა, აი ახალგაზრდის ტვინი ჰქონდა, ნამდვილად აი ყველანაირ მოვლენას აფასებდა როგორც აი ჭაბუკი დამწყები. არ უყვარდა როცა აი ვთქვათ რაღაცა აქებდნენ რაღაცა ეს სასწაულის ჰქონდა მაინც რა. კარგი კაცო, აი მე ქალბატონ სესილია რა კარგი ხართ იმაში, ამაში რაღაცა რო ეტყვა, კარგი ეხლა პირის დასუში რაღაცა და ეს მაშვებოდა ხოლმე. ძალიან თავმდაბალი იყო, იცით? ძალიან მართალი ქალი იყო, საერთოდ მართალი. და ძალიან სხვანაირი პიროვნება იყო, ძალიან. სესილია თაყაიშვილს ჩემის აზრით არ ქონია რაღაცა ისეთი საშუალო. ყველაფერში იყო ბრწყინვალე. რაც მინახია. ნუ ეხლა სცენაზე მე უკვე როდესაც წამოვიზარდე და დავიწყე მაჯანიშვილის თეატრში სიარული, ნუ მის ბებიამ დიდი შტაბ-ბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს ცოტა იქითა წლებში იყო. ბატონმა გიგამ რო დადგა. მაშინ მე გადაიღეს უკვე ფილმი. ნუ იქაც არაჩვეულებრივი იყო. აი ეს ძალიან იშვიათად ხდება, იცით რომ აი თეატრშიც კარგი იყო და ერთი და იგივე როლი ითამაშო და ფილმშიც ასეთი კარგი იყო. ბებია ილიკო ილარიოჩიდაც არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივია იქაც, აი როგორც ბატონმა ნოდარ დუმბაძე სახე დახატა რო კითხულობ, აი თითქოს რაღაც არა იმაზე ნაკლები. დღეს მარილწყლით გაბერილი და პატარ ძალივით გამოწყობილი ფაქიზო საყაზბოში მიყავს გასაყიდად. რას იზამთ ჩემო ფაქიზ გვენანები, მაგრამ უმაღლესი სათათბიროს გადაწყვეტილებით ჩემს სწავლა განათლებას უნდა შეეძლო. სუხანდელი გამენათევია, ბატრონო და შეეძინა. სარი შენ თვითონ ხარ.
სესილია თაყაიშვილი რო გდია ესე ფილმში, იმავე ფილმში. გდია. და ეს პატარა გოგო დაკარგა. და ქვეყანაზე უკვე აღარაფერი აღარ აქვს არაფერი და რო გდია ესე ამ იმაზე რა ქვია ნახევრად წყალში ნახევრად იმ არც ამ დაგვარი არაფერი არ დიდი ჩემპიონატი ტარდებოდა იმ წლებში, როდესაც ახალგაზრდა სპორტი ერკინებოდა მასზე დიდ ხუთგზის ჩემპიონს. ყველანი ველოდებით ახლა ამ მატჩ შახმატზე ლაპარაკი. ხო და აისო წააგებსო მითხრა ეს შენი უსაყვარლესი ჩემპიონი ხუთგზისო. რატომ მეთქი აი ეს პატარა გოგო მოუგებს? რატომ მოუგებს მეთქი? იმიტომ რომ დროზე უნდა წასვლაო. მე 50 წლისაც არ ვიყავი თეატრიდან რო წამოვედია. მართლაც ის ჩემპიონატი იმ პატარა გოგო მოიგო და ახალი მსოფლიო ჩემპიონატი დაიბადა. აი ჩვენს იქ ყოფნაში და აი რა გითხარიო მე მითხრა ქალბატონო სესილიამ. ქალბატონ სესილიას სუსტი როლი არ ქონია. ისეთ სხვა სურათებშიც მონაწილეობდა უფრო ეპიზოდურ როლებში, რაც ყოველთვის თვალსაჩინო იყო, მაგრამ მგონია რომ ეს მაინც უმთავრესი როლები არის. ბატონ თენგიზ დაბულაძესთან, ელდარ შენგელაიასთან, ლანა ღოღობერიძესთან, გიგა ლორთქიფანიძესთან და გიზო გაბისკერიასთან, ჩემთან, ეს არის უდიდესი გალერეა. ყოველთვის უყვარდა სტუმრად სიარული და თავადაც სტუმრების მიღება. მისი მეგობართა წრე ძალიან ფართო იყო. მეზობლები, ექიმები და ახალგაზრდა მსახიობები. სესილიასთვის ასაკს მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია, აინტერესებდა ყველა და ყველაფერი. მშვიდად საუბარი მსახიობს არასოდეს შეეძლო. არაფრის მიმართ ყოფილა გულგრილი, თუმცა ამობენ იმასაც, რომ სენტიმენტალური და ცრემლმორეული პრაქტიკულად არასოდეს უნახავთ. იყო დიდი იმპროვიზატორი, გულღია, კეთილი და იუმორის მოყვარული. ყველას ბებია და რეალური ვასასი. არაჩვეულებრივი ადამიანი. აი რაღაცა რომ მიხვიდოდი რაღაცა პატარა ბავშვით გავარდებოდა. ოღონ ძალიან ისე რა ქვია, მყახე, ჩაი არ გინდა? აბა რა გინდა? ეს გინდა ისე გეტყოდა და ისეთი არაჩვეულებრივად თბილი იყო და ისეთი ბებია იყო, მე რო უყურებდი მისი შვილიშვილებთან დამოკიდებულებას გიждდებოდი. ნუ აი რაღაცა ჭკუას კარგავდა ამ შვილიშვილებზე. სიგარეტს ეწეოდა. და ძალიან კარგადაც უხდებოდა. ნუ ახლა ეწეოდა ალბათ აფუტებდა და მაგრამ ხელში სულ მახსოვს სიგარეტით. და ყოველთვის მეკითხებოდა რა ხდება ოჯახში, რა ხდება თეატრში, რა ხდება ქალაქში, ინსტიტუტში. რას დგავთ? აი ყველაფერი აინტერესებდა. არ არის ქალბატონო თამა. არ არის. არ არის. ელდარ შენგელაიას ფილმ ცისფერ მთებში შესრულებული მოხუცი ბუღალტრის როლი სესილია თაყაიშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
ამავე ფილმში სესილია 7 ჯერ გამოჩნდა ეკრანზე და 7 ჯერვე ძალიან ცოტა ხნით. თუმცა მისი გმირი მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სიგარეტი არ გააქვთ? გვაქვს. როგორ არა, აგერამ. ინებეთ. როგორ ზანდებით ქალთონთან? ნელსპილად მარყებს რაღაც. თავი მტკივა და შპილკებს ვერ ვატარებ, ა? ეს ნევის ბრალი იქნა. მარყებს თორე ეგეც გემის კაპიტანია. რა შუაშია გემი? დედამიწა არ ირყევა გონია? ირყევა? ისა ქალბატონ თამარ, პრემიები ხო არ არის? შეიძლება იყოს, შეიძლება არა. ხელფასი? არა. შეუვლების ფული? ფული არის, მაგრამ დირექტორის ხათაღაა და ქალბატონ თამარ უწყისებზე ხელი მოწერილია. რა ხდება? ამზანე? ვაიმე, ისევ შემაქანა. უკაცრავად რა იგრძენით? შემაქანა. არა, საიდან იყო ეს ბიძგი მარჯვნიდან თუ მარცხნიდან? დავიცი მე საიდან იყო. მაბადიეთ, მიბოძეთ ხელები? რა დგინდა ხელები? რადგინდა ჩემი ხელები? ვინ არის ნეტა? დამანებეთ თავი. ვინ არის ბოშო ეს კაცი? გაანებეთ თავი, გაანებეთ. სესილიას შვილი, რატო გოძიაშვილი, ნუ და მე ერთ კასელები ვარ. როდესაც სისფერთეს ვიღებით, ცოტა გადავრდნი ვიყავი ერთ პატარა ამბავში, პატარა რომანისად თქვა და ცოტა ხიშიათ სამდი. ქალბატონ სესილია მოყავდათ, აგერ ლეჩკომისია ქვია სამონტრო, იქიდან განანდიები და მოყავდათ გადავ მიდიოდა სამონტროში. ამდენჯერ ნასტომი მივედი. და ჩავშალე გადაღება. ჩემს არც კაც შეუგენებია და არც ბავშვობაში არა, რატომაც ისე გავატარე ცხოვრება და ეხლა თუ მე აღარ შემაგინებს ბედნიერად წავალ ამ სოფლიდან და ამ ქვეყნიდან და წადი შენი დედა შემაგეშა უსვისო შენ მაცალე ბიჭო სიკვდილიო აი ერთადერთმა ადამიანს დედა შემაგინა ქალბატონის სესილია გადავახვე აგოცენ რასაკურია მაპატიეს ყველაფერა მოვლენა იყო მოვლენა კაც სად არის ეგეთი ხალხი კაც მე ვარ ბებია მოდი ბებია ძინიკი თანმაგი სესილიას ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინოდა, თუმცა როდესაც მისი მოახლოება იგრძნო, ის წერილი დაწერა, რომელმაც ყველა გააოცა. ვთხოვ ჩვენიანებს ყველას თეატრში არ გადამიყვანონ. ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. ამას მუხმოდრეკილი გეხვეწებით. ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას. ვერ გავძეხი ბებია სიცოცხლე. ხარდი ყოფილა კაცის გული. სხვენია თქმა თვარა, კიდე ქემინდა ბებია სიცოცხლე. შერა მოკლავს. ჩვენისთანაც 10 კილო აჯერებდა წინწე იმძღვარი. ილარიონ შავარნაძე. მაიკურცხალი მეიცილე და ისე იმარცხა. მაღლესი ხო დაამთავრე ბებია. კი ბებია. ახლა დამიგდა ყური. აგენს რო უყურებ ილიკოს და ილარიოს. არ დაკარგო ბებია აი ორი კაცი. ყველაფერი დაუჭერე. მაგენს რომ სიკეთი აქვს შენთვის გაკეთებული. იმას შენ ვერც გადაუხდი და ნურც დაპირდები. ისე გიყვარდეს, რაღაც მაგენს უყვარხარ. გადით ახლა გარეთ და დამტიეთ ჩემს ურიგელასთან მარტო.